გიორგი ტუმასიანი ინიციატივა ჯერ საქართველოს წარმომადგენელი არის ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გვითმობთ დროს და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მინდა დავიწყოთ ამბით და თემით, რომელიც მართლაც არის დღეს შეიძლება ითქვას მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში, მათ შორის გულისხმობ სომხეთში, ერევანში მიმდინარე სამიტს, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტი და ჩვენ ვხედავთ, რომ მართლაც მთელი მსოფლიოდან დასავლური ცივილიზებული სამყაროს პირველი პირები იმყოფებიან სომხეთში, ერევანში. რა სიტყვით, რამდენად ისტორიული არის ზოგადად, მათ შორის სომხეთისთვის. ძალიან ბევრმა თქვა, დღეს ხშირად ვიმეორებ ამას, რომ ერევნის ნაცვლად ეს შესაძლოა თბილისიც ყოფილიყო, ამ კუთხითაც კეთდება აქცენტი, მათ შორის ფაშინიანის პოლიტიკაზე, პარალელებზე. თქვენი შეფასება გითხარით ამ საკითხთან დაკავშირებით. მოგესალმებით ანა, მივესალმებ მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება არის, ცხადია, სამხრეთ კავკასიის კონტექსტში ზოგადად, მაგრამ სომხეთისთვის ეს დამოუკიდებლობის დღიდან ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ღონისძიება არის, რომელიც არის კიდევ ერთხელ ლოგიკური გაგრძელება ვაშინგტონის 8 აგვისტოს შეთანხმებების 2025 წლის, რადგანაც ამ სამიტს მხარი დაუჭირა ასევე აზერბაიჯანმა, რომ გამართულიყო და აზერბაიჯანშიც გაიმართება 2028 წელს. შესაბამისად, აქ ვაშინგტონის და ბრიუსელის ერთობლივი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვნად გამყარებულია სამხრეთ კავკასიაში. ორივე ქვეყანაში გარდა საქართველოსის, სადაც პირიქით რუსეთის პოზიციები არის გამყარებული და ჩვენ ამ კონტრაქტს ვხედავთ, იმიტომ რომ საქართველოს ხელიდან უშვებს, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკურ შესაძლებლობას, ხელიდან უშვებს ასეთი გაერთიანების შესაძლებლობას, იმიტომ რომ ეს ხომ მხოლოდ პოლიტიკური მდგენელით არ არის. ამის პარალელურად იქნება, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ურთიერთობა სომხეთთან, აზერბაიჯანთანაც, ინვესტიციები, ჩართულობა. ეს პირდაპირ მე აისახება მათ შორის სომეხი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ეს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ. როდესაც ჩვენ მოქალაქეებს ვესაუბრებით ევროინტეგრაციაზე და ევროკავშირთან კარგი ურთიერთობის განვითარებაზე, ეს მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ეს არამხოლოდ საკვების ხარისხს, არამედ მათ შორის საკვების ფასებსაც და ზოგადად შესაძლებლობის ხელფასებს შეეხება. ანუ გადაბმულია ეს პროცესები. სომხეთი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან სერიოზულად მიდის წინ ამ კონტექსტში და ჩვენ ამას ვხედავთ, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ეს არის ძალიან სასიხარულო ფაქტი, მაგრამ ის რომ ჩვენ ჩამოვრჩით ამ კონტექსტში და სომხეთში ღიად ამბობენ, რომ საქართველოა ჩვენთან ერთად, ვისთანაც ერთად შეგვიძლია წავიდეთ ევროპისკენ და დღეს სომხეთი რომ უფრო აქტიურად არ მიდის ევროპისკენ, ეს არის სწორედ პრემიერ-მინისტრი ყობახიძის გადაწყვეტილება 28 ნოემბრის 2024 წლის, რომელმაც ჩაშალა მთელი ეს სამხრეთ კავკასიაში პროცესები. სომხეთი გაცილებით სხვაგან იქნებოდა, იქ არის სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების, მაგრამ საქართველოს გარეშე შეუძლებელია და აქ რუსეთი ყობახიძის და ივანიშვილის მეშვეობით ბლოკავს პრაქტიკულად ერთობლივ ინტეგრაციულ პროცესებს კავკასიაში. კი ბატონო, და ეს მოახერხა ფაშინიანმა და იწინ მიდევს ახლა ვიხსენებდი კიდევ ერთხელ რა თქვა მაკრონმა, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ქონდა, რომ 8 წლის წინ აქ არავინ არ მოვიდოდაო. 8 წლის წინ ეს ქვეყანა რუსეთის ფაქტობრივად სატელიტად განიხილებოდა, თუმცა ფაშინიანმა მოახერხა, მოეწყო ხავერდოვანი რევოლუცია და თავისი ქვეყანა რუსეთის საფრთხისგან გაეთავისუფლებინა. გადავიდეთ ამ ნაწილზეც. ეს როგორ მოახერხა ფაშინიანმა და რატომ ვერ ახერხებს ამას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება? ეს რაღაც არგაღიზიანების პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც რაღაც თავიდანვე შექმნეს, ხომ? ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მივედით იქამდე, სადაც ვართ. რუსულ ხელისუფლებადაც მოიხსენიებენ, არათუ სატელიტს, არამედ პირდაპირ რუსულ ხელისუფლებას ეძახიან ივანიშვილის ხელისუფლებას. ხომ, აი, ფაშინიანმა როგორ ვერ მოახერხა და აქ ამის რაღაცა სურვილი არ არსებობდა, პოლიტიკური ნება არ არსებობდა და იმიტომ ვერ მოხდა, თუ უფრო მეტი გავლენა აქვს პუტინს ჩვენზე, ვიდრე ეს დაუშვათ სომხეთის და ფაშინიანის შემთხვევაში იყო. პარალელი რო გავავლოს, პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ დღეს ჩვენ ვართ ამ მდგომარეობაში, რომ აი 8 წლის წინ რო სომხეთში არავინ ჩადიოდა, დღეს ჩვენთან არავინ არ ჩამოდის და დღეს რეალურად ჩვენ ვართ სატელიტად მოაზრებული. რეალურად სომხეთიც იგივე მდგომარეობაში იყო. სომხეთში 20 წლის განმავლობაში სულ მცირე მართავდა პირდაპირ რუსეთის აგენტურა და სომხეთის ხდებოდა მიზანმიმართულად სახელმწიფოებრიობის დაშლა და გადაცემა რუსეთისთვის. ეს იყო რუსეთის ინტერესი. მეტიც რუსეთი არ შემოიფარგლება არაფრით, ანუ ოფიციალურად კი იყვნენ მოკავშირეები
სომხეთი და რუსეთი, მაგრამ მოკავშირეს ცნება რუსეთისთვის არ არსებობს. საკუთარი მოკავშირისთვის ზიანის მომტანი იყო მხოლოდ ეს ლოგიკა. სწორედ აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ ჩვენ მით უმეტეს, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების რეალობაში ვართ და მოკავშირეობაზე კი არ დიპლომატიური ურთიერთობებს ვერ გავაფორმებთ, გასაგებია, რომ პერსპექტივა ამ მიმართულებით პრაქტიკულად არ არსებობს. საქმე უკავშირდება იმას, რომ იქ პირადი ინტერესები ჰქონდათ ხელისუფლებას, წინა ხელისუფლებას. დღევანდელი ფაშინიანის ხელისუფლების რეალური მანდატი არის ხალხის მხარდაჭერა. და მე ვხედავ ძალიან სერიოზულ პარალელებს ანა. იმიტომ რომ მახსოვს 2008 წლის სომხეთი, როდესაც იქ იყო მცდელობა, ასე ვთქვათ, მიტინგის და ასე შემდეგ 10 ადამიანი მოკლეს ქუჩაში. პირდაპირ და ამის შემდეგ ფაშინიანიც მონაწილეობდა 10 წელი დაჭირდა სომხეთს რომ ამის შემდეგ ისევ ოპოზიციური პროცესები დაწყებულიყო მაგრამ 2016-17 წლის სომხეთი რომ ახსენდება აი რევოლუციის პერიოდამდე პარალელებს რო ვავერებ საქართველოს ძალიან გავს რეალობა უკიდურესი სიღარიბე უიმედობა მოქალაქეები მიდიოდნენ, იმიტომ რომ სომხეთში ცხოვრების აზრი უბრალოდ არ იყო და არანაირი სურვილი და სრულიად გასაგები იყო, რომ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, როცა გაირკვა, რომ სერჟ სარქისიანი აპირებდა კიდე 5 წლის განმავლობაში მართვას ქვეყნის, ყველამ უბრალოდ გაიაზრა, რომ ან ახლა ჩვენ დავდგებით, ოღონდ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, რომლის შედეგადაც ერთადერთი გასაღები გამარჯვების იყო იმაში, რომ გამოვიდა საზოგადოების უზარმაზარი რაოდენობა ხალხი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ საზოგადოებაში არანაკლები არის სურვილი იმისა, რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებული სახელმწიფო, ჩვენ ვიყოთ საერთაშორისო ასპარეზზე დაუბრუნდეთ ამ ნორმალურობას. კი, ბატონ გიორგი, აი თქვენ საუბრობთ ახლა ზუსტად უმრავლესობის ნებაზე, ხო? და სწორედ ამაზე კეთდებოდა მათ შორის პარალელები უნგრეთიდან გამომდინარე, მადიარის გამარჯვება, რომ სწორედ უდიდესმა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ დამარცხებულიყო ორბანი, მარტივად რომ თქვათ და მოხდა ის ცვლილებებიც, რაც მოხდა და ძალიან ბევრი ამბობს საქართველოს რეალობასთან მიმართებითაც, რომ ამბობენ იმასაც, რომ 2024-ში არ იყო იგივე მოცემულობა დაუშვათ თუნდაც საზოგადოების კრიტიკულად განწყობას გულისხმობ, რა ვითარებას დღეს გვაქვს. ხო, ხა დღეს ბევრად უფრო დაზიანებულია ბუნებრივია მათ შორის ქართული ოცნების ხელისუფლება, ვიდრე ეს იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ რამდენად მოხერხებადია ამ ქვეყანაში, რომ აი არ ვიცი, გაყალბების, დაშინების, რა რესურსაც მიმართავს ხელისუფლება, აი ამ ყველა რესურსის მიუხედავად, მაინც მოხერხდეს სწორედ არჩევნების გზით და უმრავლესობის არჩევანიდან გამომდინარე ივანიშვილის დამარცხება. ეს გამოსვლადი და მოხდა რა კუთხით არის სამუშაო ამ მიმართულებით. იცით რა გულისხმობ, რომ აი შედეგი იყოს, არ ვიცი, აი თუ აქვს ქართულ ოცნებას 20-25%-იანი მხარდაჭერა, იქით იყოს, არ ვიცი, 70, ხო, დაუშვათ თუნდაც და ვერანაირი манипуляციით, ხა რაღაცა 20% და 30%-ს ვერ გააყალბებ, ხო? 5-10% გავიგებ, შეგვიძლია რაღაცა ვიკამათოთ, მაგრამ აი ესეთი მასშტაბური გაყალბება ალბათ ოცნების პირობებშიც შეუძლებელი მგონია. კი ბატონო, ეს მიღწევადია და ყველაფერი დამოკიდებულია ქართველზე. ქართველ ადამიანზე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რომ ასეთი საქართველო მას არ მოსწონს. ივანიშვილის მიერ შექმნილი საქართველო, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მის პირად საკუთრებად გადააქცია ჩვენი სამშობლო და ვხედავთ, რომ დღეს მთელი დოვლათი, რომელიც იქმნება, სიმდიდრე, რომელიც წინაპრებმა დაგვიტოვეს, ხო, საქართველოს სახით, ივანიშვილის და მისი კლანის მომსახურეობის მიზნით არის რეალურად, ეს იყო სომხეთში მათ შორის და მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, ეს არ მოდის პოლიტიკოსებისგან, ეს არ მოდის მათ შორის არც მედიის წარმომადგენლებისგან, როგორც კი მოქალაქეები ამას გაიაზრებენ, შემდეგ იპოვიან მოქალაქეები დარწმუნებულად და უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ შევთავაზოთ სწორი არჩევანი. ზუსტად ეს მოხდა, მე ყოველთვის ვამბობ ამას, ნიკოლ ფაშინიანის განხორციელებული არ არის ცვლილებები, რაც სომხეთში მოხდა. მოქალაქეებმა განახორციელეს და ფაშინიანი აღმოჩნდა სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი რამ შესთავაზა. შესაბამისად, დიახ, 2024 წელს ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ საზოგადოებაში, მათ შორის ამ სიცრუის კამპანიის შედეგად, ხო, ღირსებით ევროპაში ხო არ დაგვავიწყდა ბანერებით სავსე ქალაქი, როდესაც ერთი თვის თავზე პრაქტიკულად ყობახიძემ შეაჩერა ევროინტეგრაცია. ეს ფაქტია. ასე რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება გაიაზროს პირველ რიგში, რომ ტყუილი არის ივანიშვილის манипуляცია, რომ თუ არ იქნება ივანიშვილი, ესე იგი რაიმე იქნება უარესი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდის მათ შორის ხედვა არის ჯერ საქართველოს, რომ
როგორც კი არ იქნება ქართული ოცნება ხელისუფლებაში, ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენ მთელი საზოგადოება და ჩვენ წილსაც შევიტანთ იმისთვის, რომ გაცილებით უკეთესი იყოს. საქართველოს შეუძლია იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა. საქართველოს შეუძლია გაასწროს ყველა მეზობელსაც საერთოდ და იყოს სამაგალითოდ. ჩვენ გაგვაჩნია პატარა და წარმატებული ქვეყნების მაგალითები. ჩვენ გაგვაჩნია უნიკალური კავშირები მათ შორის დასავლეთში. ამ ყველაფრის მეშვეობით თან იგივე სომხეთთან ტანდემში მუშაობით ჩვენ შეგვიძლია ორმაგი, სამმაგი სიჩქარით ევროინტეგრაცია დავგეგმოთ, იმიტომ რომ გვეხმარება მეორე ქვეყნის მიმართაც ყურადღება. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა არის სრული კატასტროფა. მეზობელ ქვეყნებთან გაუარესებული მდგომარეობა, საოკუპაციო მიმართულებით არანაირი გაუმჯობესება რომ არ გვაქვს, თავდაცვის უნარიანობა რომ გაუმჯობესებული არ არის ასეთი რისკების ფონზე, კრიზისების მართვა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. სომხეთმა 4 სხდომა ჩაატარა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ირანის კონფლიქტის ფონზე. საქართველოში არც ერთი რადგანაც გაუქმებული არის ეგ ორგანო მმართველობის საბოლოო ჯამში. შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს შეუძლია იყოს წარმატებული, შეუძლია იყოს მდიდარი და არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ ეს ნიშნავს თითოეული ქართველის კეთილდღეობას. საბოლოო ჯამში ყველამ უნდა გაიაზროს, რომ დღევანდელი სიღარიბე, რომელიც ქვეყანაში გაგვაჩნია, ეს არის ივანიშვილის მმართველობის კონკრეტული შედეგი. კი ბატონო, და ბოლო კითხვას დაგისვამთ, ბატონ გიორგი, ასევე მათ შორის სწორედ იქიდან გამომდინარე ხა დღეს რაც ხდება სომხეთში, ერევანში რა სამიტიც მიმდინარეობს, რამდენად არის სამუშაო ქვეყნის შიგნით იმ პროპაგანდის საპირისპიროდ, რასაც თქვი, აი თქვენ ბრძანეთ, რომ ქართული ოცნება ამბობს, რომ თუ ბეძინებანიშვილი არ იქნება, ვინმე უარესი იქნებაო და იმასაც ამბობენ, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით, ომი იქნება. ხო? და იმ მშვიდობის თემა, რასაც პარაზიტირებენ, წლებია უკვე და რაღაცა ესე ვთქვათ, იდეალურად გამოსდით მოკლედ ამ მიმართულებით პროპაგანდა, იმიტომ რომ არაერთი სოციალური გამოკითხვა მინახავს, მათ შორის ეკონომიკურ პრობლემებზე რო უსვამენ შეკითხვას მოქალაქეებს, ხომ, იგივე პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით და იქიდან პასუხია, რომ თავარია ბომბები ხომ არ ცვივა და მშვიდობა, ხო, ამ კუთხით არის თუ არა სამუშაო და როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებაში აი იმ პროპაგანდის განეიტრალება, იმიტომ რომ ომი ამ ქვეყნისთვის ძალიან მტკივნეული საკითხია, ბუნებრივია და ყველასთვის ძალიან ემოციურია და ყველას ეხება და არავინ არ ვართ გიჟები, არავის არ გვინდა. ხომ ბუნებრივია ომი, მაგრამ ამ კამპანიას რა უნდა დავუპირისპიროთ? რა უნდა ვუთხრათ? აი ადამიანს როგორ უნდა დავაჯეროთ, რომ რაღაცა არის მშვიდობის გარანტი, რომ აი კობახიძე რო ეუბნება და ქართული ოცნების პროპაგანდა, რომ აი მე თუ არ ვიქნები და ომი იქნება, იქ ზელენსკის რომ აბრალებდნენ ომში გვითრავს უკრაინაო და დღეს არაჩვეულებრივად ესალმებოდა ირაკლი კობახიძე, ხო? იგივე თუნდაც უკრაინის პრეზიდენტს. ამ კუთხით რა არის გასაკეთებელი? ეს კიდევ ერთი დასტურია ზელენსკისთან, მათი საუბარი ისევ როგორც დასავლელ ლიდერებთან, რომ მთელი მათი ეს პროპაგანდა, რომელიც არის შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის და პროპაგანდა არის პრაქტიკულად მოტყუებისთვის ჩვენი საზოგადოების. მეორე მხრივ, როგორც კი გავიაზრებთ, რომ ეს არის ტყუილი, მიხვდებით, რომ ერთადერთი რაც შეიძლება რეალური გარანტი იყოს მშვიდობის, არის ძლიერი ქართული სახელმწიფო. დღეს ქართული სახელმწიფო გაუქმების პირას დგას პრაქტიკულად, როდესაც არც კი ვიცით ვინ მართავს კონსტიტუციური წყობაც კი გვაქვს მორღვეული ქვეყანაში, ნახეთ ხო კადრები ივანიშვილის და ალიევის შეხვედრიდან. შესაბამისად, ჩვენ ერთი მხრივ სწორი დიპლომატიური პროცესები უნდა წარმართოთ, რა თქმა უნდა, რუსეთთან რასაც შეეხება იმისთვის, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს გაჩნია 20% ტერიტორიული ოკუპირებული და ამავდროულად საზღვარი გაგვაჩნია რუსეთთან. შესაბამისად, ფრთხილი პოლიტიკა გვჭირდება, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ეს პოლიტიკა არ იქნება იმისკენ მიმართული, რომ ჩვენ გავაძლიეროთ საქართველო, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის უნარიანობა, მათ შორის მოკავშირეები, აგერ აქ რეგიონალურ მასშტაბით ხედავთ, რომ დასავლეთიდანაც არის ინტერესი, შავი ზღვის კონტექსტში, აქ არის თურქეთის და აზერბაიჯანის ცალკე ფაქტორი, სომხეთს თავისი დღის წესრიგი გააჩნია. შესაბამისად, სწორი დიპლომატიური რეგიონალური პოლიტიკის შედეგად დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რომ ეს რისკები დავაბალანსოთ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ იყავით სტუდიაში ჩვენთან სტუმრად.